კარგ ხალხურ სიმღერას მე არ ტოვებ. მე ქართულ ხალხურ სიმღერებში ვხედავ სხვა მისიას. მთელი მსოფლიოს მუსიკოსები გაუცებულები არიან. ეს მიმარჩენია ყველაზე დიდ მადლად. აუცილებლად ამას მერე მოძებდა სიმღერა. ფეხზე როგორ ადგას უყველა ერთად. ხალხური სიმღერა ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინგრედიენტია. ასეთ ამღერებულ ოჯახში დაიბადება ბავშვი, მზეგავლენის ქვეშ ექცევა. ორი ხმით მე და ჩემი პარტნიორი ავედი ჰაერში. რატომ გაგზარდა ამ კულტურაში? ფოლკის გარეშე არაფერი არ გამაზრდა. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა საღამოს 6-დან ჩვენ ვუსმენთ ხალხურს. საღამოშიდობის ახალბატონებო და ბატონებო, სიამოვნებით მოგესალმებით ყველას. უსმენთ ფოლკ რადიოს, მე დათო მაღლაფერიძე ვარ და როგორც ყოველ ორ შაბათს დღესაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემას მე ვუსმენ ხალხურს. დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მე ჩემ ჟურნალისტურ პრაქტიკაში პირველად მყავს სასულიერო პირი გადაცემაში, თუმცა ეს ძალიან საინტერესო იქნება კვირდებით და ასე რომ მომართეთ თქვენი მიღებები თბილისში ტალღაზე 99 და 3 და კახეთში 103 და 1 და მოусმინეთ ამ 1 საათის განმავლობაში გადაცემას მე ვუსმენ ხალხურს. სამონასტრო ცხოვრება და უფლისკენ მიმავალი გზა ადამიანები, რომლებიც რწმენით ცხოვრობენ და საზოგადოება თანამედროვე გამოწვევების წინაშე ხალხური სიმღერა, საგალობელი და ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მე ვფიქრობ, რომ მე რაღაცნაირად უკვე გავეცი გადაცემის დღევანდელი სტუმრის ვინაობის შესახებ. დიახ, დღეს ჩვენ მას პინძლობთ დედა სიდონიას. ძალიან დიდი მადლობა დედაო, რომ ხართ გადაცემაში სტუმრად. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. როგორ ხართ? ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და კიდევ ერთხელ მეწევა საშუალება, რომ ქართველებს თან ერთად ვიყო და ერთად ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ ჩვენთვის ისეთ ძირეულ და საინტერესო საკითხებზე. და ამისთვის არსებობს ტელეფონის ნომერი 2992992, ინტერაქცია აუცილებელია და აგვირეკეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე მინდა დავიწყო აუცილებლად თქვენი ისტორიით, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ჩვენი ისტორიები გვაქვს. როგორ აღმოჩნდა, რომ თქვენთვის ეს ცხოვრება იყო ის, თქვათ, რა გზასაც უნდა დაადგომოდით? რა საკში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? რა იყო წინაპირობა ამ ყველაფრის? მე ვიყავი 17 წლის, როდესაც დავინტერესდი პირველად მონასტრით და უბრალოდ ჩემი ახლობელი ერთი ყმაწვილი დადიოდა ხოლმე მომეთა მონასტერში, რომელიც ის იშვიათობა იყო მაშინ, იმ წლებში ეს ხდება სადღაც 22, 23, 24 წლის უკან. 90-იანი წლებია ფაქტობრივად. და ასე უფრო ეროვნული თვითშეგნება რომ ძლიერდებოდა ერში და ის არავისთვის არ გამიზიარებია რომ მე ინტერესი გამჩნდა ასეთი ცხოვრების წესის მიმართ და ჩემს გულში ესე ფარულად და საიდუმლოდ ვატარებდი ამ ინტერესს და მანამდე მეგონა რომ რაც ფილმში გვინახავს ან იყო ისტორიის კუთვნილება და უცად რომ აღმოვაჩინე რომ თუმე მანამდე სადაც რაღაც ინტერესი იქითკენ წამსულია და მე რომ გავიგე რომ ეს კიდევ არსებობს და მაშინვე აი მე იმ წუთას უკვე რეალურად გადავწყვიტე რომ ეს იყო ჩემი და იქ ძალიან კარგად ვიგრძნობდი თავს. და აი თუ რატო ეს უკვე არ ვიცი, ეს შემდეგი მამა უკვე დადიოდა ეკლესიაში, ჩემი უფროსი დადა დიოდა ეკლესიაში ეზიარებოდნენ, ჩემზე წინ ეზიარა მამა სხვათა შორის, მამათა მონასტერში ესწრებოდა წირვებს და როგორც შეეძლო ეხმარებოდა კიდეც. და ეს ასაკი შეიძლება ეხლა ამ გადასახედიდან იყოს ძალიან მცირე პატარა ასაკის ვიყავი, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი მეგონა ჩემი თავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ კი მე ისეთი ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება მივიღე და არც არასდროს არ მინანია მინდა გითხრათ. პირველი ვის უთხარით? პირველ უთხარი ჩემს ასევე ეკლესიურ დას, რომელმაც ესეთი რეალური რჩევები მომცა, რომ მითხრა რომ იქიცოდე რომ ძალიან კარგია, მეც ვისურვებდი, მაგრამ არ არის იოლი და შენ ეს უნდა გაითვალისწინო, რომ იქ არ არის რაღაც ვარდისფერი. ასევე ჩვენი ოჯახის მოძღვარმა, რომელიც იყო ბერი და იმ პერიოდში სულ რაღაც 10 იყო ალბათ, ბერი იყო იშვიათობა. მანაც სხვათა შორის არ უბიძგებია ჩემთვის უირა კარგი გადაწყვეტილება. მითხრა რომ ძალიან კარგია, ძალიან ბრძნულია, მაგრამ უნდა იცოდე რომ იქ არის ისეთი ბრძოლები და მოგიწევ შენ თავთან მუშაობა, შენ თავის აღზრდა, ეს არ არის იოლი და როგორ ფიქრობ 17 წლის ასაკში შეიძლება ვთქვათ გააცნობიეროს თინეიჯერმა გოგონამ ვთქვათ რა მეც უსმენდა ამძიმე როკს ამ დროს. კი, აი ეს უნდა ვთქვათ საკმაოდ არასტანდარტული იმ დროს ახლა 90-იან წლებში მე მგონი რუსული ესტრადაც არ იყო ჯერ ასე ვთქვათ ძირითადად და თქვენ ამ დროს განსაკუთრებული ვთქვათ მიდრეკილება გქონდათ მუსიკალურიც ალბათ რაღაცნაირად ვიცინებდი ვიღვიძებდი ისინი რომ იყო მაშინ კასეტები და რომ ჩაიხვევდა და დილით რომ ესე ფანქრით ვასწორებდით ხოლმე. ხო, და ამ ფონზე თქვენ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ. აი ამ გადასახედიდან როგორ უყურებთ? შესაძლებელია რომ ამ ასაკში, ანუ 17 წლის ასაკში, ვთქვათ
ეს გადაწყვეტილება სხვამაც მიიღოს. კი, მესმის ასაც მეკითხებით. ანუ 17 წელსაც კი მაინც არასრულწლოვნად განიხილება, აი ჩვენი უწმინდესიც მაგალითად ყოველთვის ურჩევდათ ხოლმე, როდესაც გოგონები ანუ ბიჭა მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ რომ მონასტერში მინდა და მშობლები იყო ამ დროს წივილ-კივილი და ჩემი შვილი რაღაც იღუპება და უწმინდესთან მიდიოდნენ, ასეთ შივრებდნენ და უწმინდესი ყოველთვის ურჩევდათ რომ უნივერსიტეტი დაემთავრებინათ უკვე თუ ქონდა ჩაბარებული. ანუ ყოველთვის აი არ მახსოვს შემთხვევა მე რომ უწმინდესი თქვა რომ კი დაანებე თავი და წადი მონასტერში. ეუბნებოდა თუ დაასრულებ და ისე წახვალ მონასტერში. ანუ ყოველთვის უწმინდესმა თვითონ აი თავიდან რაც მახსოვს და ძალიან ისე ხაზად მოსდევს საერთოდ ჩემს ცხოვრებას იყო რომ ყოველთვის ხელოვნება, მეცნიერება, კულტურა და რეალურად გლობალიზაციის პირობებში. კარგით, მოდით გავაგრძელოთ და მაშინ ესეთი კითხვა დავსვათ დედაო. როგორ ფიქრობთ უწმინდესის ამ რჩევაში? თქვათ, რა იგულისხმებოდა? საუნივერსიტეტო განათლება მხოლოდ თქვათ ასაკობრივი ცენზის მომატებით თუ განათლება, რომელიც გულისხმობს სწავლებას, შემეცნებას, პიროვნების გაზრდას, თუნდაც მეტის წაკითხვას. კი, იცით რა არის, ალბათ ახლა მეც რაღაც უცბად მივხვდი რომ არ დავასრულე ის შეკითხვა, იმიტომ რომ არასრულწლოვანებს რატო არ ურჩევდა მაგალითად წასვლას გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, რომელსაც აძლევდა საშუალებას მონასტერში გაეგრძელებინა სწავლა. თუ ამ ადამიანს მაინც ძალიან უნდა და ამ დროს უფლება არ ქონდა უწმინდეს ასევე რომ ხედი შეეშალა მის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და შემდეგ გაეკეთებინა არჩევანი, ხო? დიახ. ანუ მონასტერში ცხოვრება ჯერ კიდე არ ნიშნავს რომ შენ უკვე მონაზონი ხარ. აქ არის კიდე გამოსასწრელი პერიოდი, ხო? აქ უკვე რამდენად ხანგრძლივია და ძალიან ბევრი უკან დაბრუნდა კიდეც. აი პროპორციული მაჩვენებელი როგორია თუ იცით, თქვათ, ვინ უძლებს, ან ვინ, თქვათ, რაღაცნაირად მოდის უკან. ძალიან რთული სათქმელია, აბსოლუტურად ქაოტურად არის გადანაწილებული მაჩვენებელი და აი 18 წლამდე ან უწმინდესი რას გულისხმობდა, ასევე ოჯახის შექმნას არ ურჩევდათ, იმიტომ რომ რას ადამიანი ჯერ კიდე შემეცნების პროცესია და მისი ცნობიერება არ არის დასრულებული, ფასეულობები, ღირებულებები და შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება გააკეთოს. ანუ ადამიანმა რომ თავისი ცხოვრება და ბედი განსაზღვროს და შექმნას, ამისთვის სჭირდება შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა. აუცილებელია. როგორ ფიქრობთ, ჩვენს დედა ეკლესიაში დღეს ბევრი ადამიანია, რომელსაც საუნივერსიტეტო განათლება აქვს. და რა განსაზღვრავს, თქვათ, რისი მაჩვენებელია დიპლომი, თქვათ, სასულიერო პირისთვის? როგორ უყურებთ ამ საკითხს? იცით, აი მეც უმეუბნებია ხოლმე ხამე 17 წელს სტუმრად წავედი, ჯერ სტუმრად გამიშვანახეთ მოძღვარმა, ანუ რომ ეს არ ყოფილიყო ჩემი გატაცება და წიგნიდან წაკითხული რაღაც ფანტაზიები და მე თვითონაც ასე მესმოდა. იცით, უნდა გადამემოწმებინა იმ რეალობაში ის იყო, რაც მინდოდა თუ ეს იყო ჩემს წარმოსახვაში მონასტერი, რომელშიც ვერასდროს ვერ წავიდოდი დაუშვათ ხო იმ წარმოსახვაში. და ორი კვირით მქონდა კურთხევა სტუმრობის და ძალიან გამიჭირდა თავიდან 5:30-ზე ადგომა, იმიტომ რომ არ ვარ ტოროლა და ღამურა ვარ და დილას დღემდე მიჭირს გაღვიძება და ადგომა და ესე რაღაც შუა დღემდე ვერ ვაზროვნებ და ეს იყო გამოსასწრელი პერიოდი. იმის მერე რამდენიმე თვე ჩემი მოძღვარი კიდევ მაკვირდებოდა, ანუ ახსარება როგორ ვითარდებოდა, ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ შინაგანად და ამის მერე თვითმარხვაში მითხრა, რომ ანუ მარხვაში ხო არის სურვებდიო, ანუ კიდევ სტუმრად და რა კი თვითონ მივხვდი, რომ ჩემში ეს დაინახა მის იმზაობა, უთხარი, რომ მაშინ სტუმრად ნუ ღარ გამიშვებ, თუ შეიძლება სულ წავადგო. სულ გამიშვა, კურთხევა მქონდა სამთავროს დედათა მონასტერში, იქ მამა გაბრიელი იყო, მაშინ ცოცხალი იყვნენ მოხუციეს ძველი დედები, რომლებმაც მართალია ცოტა რაღაც ტრადიციულად, მაგრამ შეინარჩუნეს მონაზნობა საქართველოში და იყო ძალიან სასიამოვნო გარემო. აი მართლა ჟღურტული იყო, იცით რა იყო, ეს იყო ოაზისი, ეს იყო აი ღრუბლებზე იდგა გალავანი რეალურად. აი მართლა წინკარი იყო სასუფეულის ისეთი მონასტერი მახსოვს მე, იცით? და აი მართლა რომ სინდის იკვლევდა, გულის და გონების გაწმენდის თეორიას სწავლობ, რისთვის ხარ მონასტერში, რომ აცნობიერებ. და რა იყო, იცით რომ მაშინ აი საზოგადოება და ეკლესია ესე არ იყო შეთქვეფილი მონასტერი, არ იყო რაღაც პრივილეგირებული მდგომარეობა არ ქონდა და ჩვენი დროს მონაზრობა იყო მართლა აღსარებლობა, იცით? აი მართლა იმ ფასეულობებისთვის მიდიოდი და თუ ეს ფასეულობები არ ქონდა გაცნობიერებული, ვერ გაძლებდი მონასტერში. შესაბამისად, ასეთ პირობებში ზრდა მართლა იყო სულიერი. ძალიან საინტერესო თემა წამოვიდა, მე ბევრისგან მსმენია, რომ იმისთვის რომ თქვათ ფული იშოვო, დღეს ან უნდა წახვიდე პოლიტიკაში, ან თქვათ ეკლესიას უნდა შეაფარო თავი. გულსატკენი. როგორ ფიქრობთ,
ვთქვათ, სად უნდა იყოს საზოგადოება ამ მოცემულობაში, თან დავაგვავიწყდება, რომ ვთქვათ 21 საუკუნეა და სად არის ვთქვათ ეკლესია და რამდენად ვთქვათ დროს აქვს გავლენა ეკლესიაზე მე მინდა რაღაცნაირად პარალელი გავვლოთ თქვათ იმ დროს, როდესაც თქვენ იქ ბრძანდებოდით, იქ იყავით და აი თქვათ ახლა რა მოცემულობა შეიძლება იყოს. კი, იცით რა არის, მე არ გავამუქებ ნამდვილად და არ გეგონათ რომ ეს უბრალოდ ნუგეშისთვის და რაღაც გასანეიტრალებლად ვამბობ, მართლა შინაგანად ასე ვფიქრობ და ასე ვხედავ მე სიტუაციას, რომ ერთ პერიოდი იყო, რომ მე თვითონ ძალიან დავიბენი და დავბრკოლდი, ეწოდება ამ სიტყვასაც დამემართა და გამიჭირდა კიდეც და მქონდა ისეთი სერიოზული კრიზისის პერიოდი, როდესაც ვეღარ გაურკვეულიყავი დაუშვათ ჩემი პიროვნების ზრდისთვის ეს გარემო იყო თუ არა ხელსაყრელი ნიადაგი თუ რაღაც სხვა უნდა მეძებნა ეს რაღაც სხვა არ იგულისხმება ის მიწიერი ფასეულობები რა თქმა უნდა რომლის ვიღაცისთვის დაუშვათ ფუფუნება ფასეულობა ხო ჩემთვის რაღაც სხვა იყო და ამ დროს უბრალოდ მე რომდესაც მქონდა სიმსივნე და ამის ერთი წლის გამიშვეს საბერძნეთში რომ რაღაც სიტუაციის შეცვლისთვის იქაურმა მოძღვარმა მირჩია რომ შემომთავაზე ჩამებარებინა უნივერსიტეტში სამთვეში ვისწავლე ბერძნული ენა და მივხვდი რომ სწავლას ვიყავი მოწყურებული იმიტომ რომ ბერძნული არ არის იოლი სამთვეში ისწავლე და მე სოციოლოგია ანთროპოლოგიაზე ქიმიო თერაპიის კურსის მე გააგრძელო ეს იყო შინაგანად მე ის მომეცა ღმერთმა ალბათ ამ ძიებაში მომცა ის რაც მე მჭირდებოდა მართლა იცით ეს იყო ცოდნა რომ კიდევ ხელახლა გადამეფასებინა სად ვარ რატო ვარ და რა უნდა მეკეთებინა მომავალში ვინ ვარ და ცოდნა ალბათ აი წეგან რომ მკითხეთ იქ დავბრუნდით ეხლა რომ აი დიპლომისთვის არის თუ ადამიანის ჩამოყალიბებას დისთვის განათლება რასთან მე დიპლომი არც ამიღია და სულ მეუბნებიან არ მინდა აღარ მაინტერესებს იცით რატომ მე ის მივიღე უკვე რაც ჭირდებოდა მუშაობას არ ვაპირებ შესაბამისად დიპლომი ამისთვის არ მჭირდება რომ წარმოადგინო სადმე და მე უნივერსიტეტმა უკვე საკმარისი მომცა და დღემდე მაქვს ლექტორებთან ურთიერთობა თუ რამე მაინტერესებს ჯელობისთვის რომ მე სწორი რაკურსით შევძლო რეალობას შევხედო და ზოგისთვის შეიძლება ის საცთურიც ყოფილიყო ეს პერიოდი, იცით, რომ აი შეხედო რელიგია დაუშვათ ხედო დაგიზიანოს. ეს არის ძალიან ცუდარი წარმოდგენა, იმიტომ რომ ჩვენ დიდ მამებს იოანე ოქროპის, რომლებიც ეკლესიის უდიდეს მასწავლებელად ითვლებიან, ბასილი დიდი, გრიგორი ღვთისმეტყვი და ასე შემდეგ. თავდაპირველად ჰქონდათ მათ წარმართული ფილოსოფია შესწავლილი და ზოგადი განათლება მიღებული და იმიტომაც არიან დიდები. დედასტუნე იცით რა მაინტერესებს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემა ვიდრე ვთქვათ ამ გზას აერჩევდით მანამდე იყო ცნობილი თქვენთვის თუ შემდეგ მოხდა შემდეგ მოხდა იმიტომ რომ საზოგადოებას როგორც წესი ვთქვათ გარკვეული პრობლემების შემდეგ თითქოს რაღაცნაირად უხდება ხოლმე ტაძარში მისვლა ხა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვინახავს რომ ვთქვათ რაღაცა უცებ არასასურველი სიტუაცია აღმოჩნდება და ვთქვათ შემდეგ გამს ხოლმე აქეთ ნაბიჯებს არა როგორც გითხარით ეს დაახლოებით მე 10 წელია უკვე რაც საბერძნეთში წავედი და საბერძნეთში რომ წავედი სულ ახალი დასრულებული მქონდა ქიმიოთერაპიის კურსი და ამდენ მე 22 წელია უკვე მონასტერში ვარ მაშინ ვიყავი სრულიად ჯამთელი სიცოცხლის მოყვარული და ადამიანი რომელსაც მონასტერში იცით ჩემთვის მაშინ როგორ იყო რასთან ასოცირდებოდა მონასტერი რატო წავედი რომ მოცვათ მივხვდი სკოლაში კარგად სწავლობდი კავკასიის დივანი ვიყავი და არ მაკმაყოფილებდა იცით ეს არ ვიცი შეიძლება მე საკმარისი ჯერ ვერ მოვასწარი და არ მქონდა დანახული რომ არჩევანი გამეკეთებინა მაგრამ ერთ რამეს მივხვდი რომ ეს ამაოება და ეს ყოფიერი პრობლემებისთვის არ მემეტებოდა ჩემი ენერგიები და ვაცნობიერებდი რომ სადღაც რაღაც წერტილის მერე მელოდებოდა მარადისობა ჩემთვის მონასტერი იყო წინკარი თუ ზღურბლი მარადისობას და აი ამ მიწას შორის რომელშიც მარტო მონაზვნებს არა ზოგადად ადამიანი მარადიულია სული როგორც კი ჩდება არ კვდება სიკვდილი უკვე დამარცხებულია ეს ვიცით უკვე ყველამ და გარდაცვალება არსებობს და არა სიკვდილი და ამიტომ მინდოდა რომ კი ძალიან ანუ სხვა რეალობაში გადადის და მინდოდა რომ მე უკვე იმ წუთიდან ჩემი ენერგიები და ჩემი არსებობა უკვე მარადიულში ყოფილიყო და იმ მარადიული ფასეულობებისთვის და ეს ნებისმიერ სპეციალობაში ნებისმიერ სფეროში შეიძლება ბავშვების აღზრდისას ჩვენი გუნდა ვიყოთ ახლაც უსმენთ როკს არა, ეხლა არა, იცით როგორ ვარ, საერთოდ არაფერს არ უსმენ, უკვე არ ვიცი რამდენიმე წელია. პროტესტია ერთგვარი. მონასტერში 9 წელი საერთოდ არანაირი აი აპარატურა არ მქონია, რადიოსაც კი არ უსმენდი, ინფორმაციასაც კი არ უსმენდი. ჩიტების ჭიკ-ჭიკს უსმენდი დღეში მხოლოდ. ყველას დიდი თქვათ
სიმღერა კი, არ მუსიკალურად. მოთხოვნება, თითქმაში არ ვარ, იცით? მე ის უფრო მჭირდებოდა და მომწონდა სიმწვაეში ჩიტების ჭიკჭიკი, ვიდრე კარგით, რაღაც ეს მუსიკის თემა მინდა განვავრცოთ და ჩვენ ფოლკ რადიოში ვართ, აქვე დავსვაკითხო, რამდენად ახლოს არის თქვენთან ხალხური სიმღერა, თავისთავად როგორც სასულიერო პირთან ხალუბა. კი, აი ხალხურ სიმღერასაც შეეხება ეკლესიაში იყო ესეთი გაუგებარი პერიოდი, როდესაც სამხმოვანებას და პოლიფონიას შეეხო სასულიერო პირების ჯგუფი. ამაშიც არაფერი ტრაგიკული არ არის, საერთოდ იცით თუ რამე ხდება პროცესები, ეტაპები და იხვეწება და ირკვევა და მოძრაობაშია საზოგადოებაც, ეკლესიაც და ყველაფერი. ამაშიც ეს პროცესი უძრაობას ნამდვილად კი, აი ნამდვილად, აი თუნდაც დღეს ეკლესიაში რაც ხდება ვიღაცისთვის რომ ტრაგედია, ჩემთვის არანაირი ტრაგედია არ არის, მე ვთვლი რომ პროცესია, ერი გამოდის რაღაც მდგომარეობიდან მიდის სხვა სისტემაში გადადის, ჯერ კაც მარიცის ევროპისგან თუ ისე საით გადადის, თუმცა მაინც მოძრაობაშია. შესაბამისად, სასულიერო პირებიც არიან იმ მენტალობის, იმ ერის შვილები, რომლებიც ამ პროცესებს და ამ განიცდიან და ისინიც არიან, ნუ მოვთხოვთ, ეკლესიაში ადამიანი მოდის და იხვეწება, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად და ისინიც მე ვთვლი დარწმუნებული ვარ, რომ იხვეწებიან და მოვადრო რომ მოხდება აბსოლუტურად ფორმირება და ყველაფერი თავის ადგილს იპოვის. და რაც შეეხება ჩემ პირად დამოკიდებულებას პოლიფონია, ეხლა ეს 3000 წლის წინ არსებობდა, ჯერ კიდევ ლურსმნული დამწერლობით აღმოაჩინეს ხმელთაშუაზღვისპირეთში და გაშიფრეს შუმერებს და ესე იგი ეს ადამიანის მოთხოვნა იყო ოდითგან, როგორც კი საშუალება გაჩნდა რომ რაღაც დაეწერათ, ნოწებიც გაჩნდა მაშინვე და რომ გაშიფრეს, კი მაშინ დელის დაუშვათ ღვთაებას ეძღვნებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მუსიკა გაჩნდა. ეს არის დასაბამიდან არის და მე ანთროპოლოგიაშიც რომ გავდიოდით, ძალიან საინტერესო იყო რა, როგორ ჩდება ანუ ადამიანი როგორ გარემოში ცხოვრობს, კლიმატია, რას უყურებს ხშირად, ის აისახება მე ხო მუსიკაზე და შესაბამისად ქართული მრავალხმოვანება, რომელიც არის ერთ-ერთი უიშვიათესი და მსოფლიოში სამყაროში რამდენიმეა და იმაჩიც გამორჩეულია, იმიტომ რომ საქართველოშიც კი მგონი 12 არსებობს, ხო, ესეთი კუთხური არა, იქა ძალიან კიდევ იშლება, გარდა იმისა, რომ ქართულია, გურული და ქართკახური სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. და მშვენიერია ძალიან, ანუ ეს არის აი სამყაროს ქმნილობას ასახავს, როგორ განსხვავებულ მიკროკლიმატში ვითარდება და ყალიბდება ადამიანი, არა? და ზუსტად ეს გავლენა ახდენს მუსიკაზეც, მის შექმნაზე. ჰამლეტ გონაშვილის კახური ნანა რატო არჩიეთ? კახური ნანა რატომ იცით, რომ დღეს ვფიქრობდი სწორედ რომ დაამერჩია ეს სამი მუსიკალური ნაწარმოები, ანუ ქართველებს აქვთ და არა მარტო ქართველებს, ყველას აქვთ ბავშვის აღზრდის დროს დედა როცა უმღერის ეს ჰანგიან, ფაქტიურად დედა ელაპარაკება შვილს ესეთი მუსიკალურად. ამაში არაფერი განსაკუთრებული ქართველებს არ გვაქვს, მაგრამ ნანა ამარჩევინა ზარმა. იმიტომ რომ როცა აღმოვაჩინე რომ თურმე გვაქვს მგონი მარტო ქართველებს და არ არის ხშირი საერთოდ რომ მიცვალებულის დატირება ხდებოდეს მუსიკალურად სიმღერით, ეს არის უიშვიათესი. როდესაც ზარი აღმოვაჩინე, იქ გამახსენდა რომ ბავშვი როცა იბადება დედა მაშინაც მუსიკით ელაპარაკება და მუსიკით აცილებენ ადამიანს და ამიტომ ჯერ ნანაცი როგორი საკრალურია ხო მუსიკალური დატვირთვა კაცობრიობის ქართველების მithumetes ცხოვრებაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კახური ნანა, ფაქტობრივად თქვენ გესმით კიდე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით, დაგვირეკეთ უსურვილი გექნებათ, მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, ჩვენი ნომერია 2992292.
მე ვუსმენ ხალხურს. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე შეგახსენებთ, რომ თქვენ ფოლკ რადიოს უსმენთ, მე და თომა აღლაფერიძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმარია დედა სიდონია. დედა სიდონია, როგორ ფიქრობთ, დღეს საზოგადოება რა სიტყავს ეკლესიისგან, რა სჭირდება ყველაზე მეტად და რამდენად აძლევს მას, თქვათ, დაძარი იმ, თქვათ, მოთხოვნის შესაბამისად, რაც მას აქვს, თქვათ, იმ სულიერ, თქვათ, საზრდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, თქვათ, ამ დროს ეკლესიამ გასცეს. დიახ, წეგან რაც თქვით, რომ არის, ანუ ისევე როგორც ერი, სასულიერო პირებით ფორმირების და რაღაც პროცესში არიან. ეს უმრავლესობა შეიძლება არ ესმის, იმიტომ რომ მასაც სჭირდება და რასაც ითხოვს, უნდა რომ ის მიიღოს, ხო, ამდენი ფილოსოფია აღარ შეუძლია რა, უნდა მივცეთ ის რაც მისაცემია რა. და ამიტომ იცით როგორ არის, რომ აი გლობალიზაციის და კოსმოპოლიტიზმის შემთხვევაში ცოტა დავიბენე ხ საიდან დავიწყო უფრო. რა სიტყვა, არ არის პასუხი, იშლება ეს უფრო იცით, აი რომ უფრო კონკრეტული პრობლემებია დაუშვათ ეს, რაღაცა პირადი, თუ კიდევ რაღაცა სხვა სიტყვის, რაც აუცილებელია, რომ თქვათ ეკლესიამ დაინახოს. ხანდახან ყოფილა ხო შემთხვევა, თქვენთანაც მოსულა ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც ტკივილი, მაგრამ ზუსტად არ იცის რა ტკივა, სული ტკივა, თქვათ ფიზიკურად აქვს ეს ტკივილი, თუ აი რაღაცა ისეთ განსაკუთრებულ სიტყვას. კონკრეტულად ახლა ამ წუთას ასაც მეუბნებით, 12 ივნისი იყო, ჩემი პერსონალური არ იყო, გამოფენაც არ იყო, უფრო იყო აქცია, რომელიც მცხეთაში ჩატარდა და მაყურებელმაც იხილა. ეს იყო ბატონი ყარამან ქუთათელაძის მხატვრის იდეა, რომელმაც თქვა, რომ აი ჩემი შემოქმედება თუ შეიძლება დავარქვა, შემიძლია რომ გადავიყვანოთ უფრო კომუნიკაციის საშუალებად ვაქციოთ. და მივხვდი რომ იცით რომ ესეთ გადაწყვეტილი მაქვს რომ ჩემი შრომით ვირჩინო თავი და სხვებსაც თუ მომრჩება ამით დავეხმარო, არა ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის მინდა გითხრათ, არ ჩვეულებრივ. გარდა იმისა რომ ბერმონაზვნებს საერთოდ ანუ ლოცვასთან ერთად ხელსაქმე ოდითგან იყო და კალათებს ყიდიდნენ, ბერები ჩადიოდნენ კვირაობით და ამით ირჩევდნენ თავს და ეს არის აბსოლუტურად ტრადიციული და არაფერი ამაში ნოვატორული და ახალი არ არის, რატოღაც გონიათ ხოლმე რომ მე რასაც ვიწყებ ცოტა ნოვატორულია და არ არის ასე. ეს მე რაც წამიკითხავს იმას სიმეროკი ყუპავს. სიმეროკი ყუპავს ნამდვილად, დიახ და ის არის ანუ მივხვდი რომ როდესაც ეს კონცეფცია გავაკეთეთ, ესეთი მეტრაზე იყო მინა, რომელზედაც გავაკეთეთ წრეწირი. ეხა პირველად თქვათ შორის მე გამოფენაზე არც მithქვავს ეს და პირველად თქვენთან ვიტყვი რომ ეს იყო წრეწირი, რომელსაც ჰქონდა ცენტრი, ოქროთი გავაკეთეთ და მასში შედის რადიუსები. წმინდა მამებს აქვთ ასეთი წრეწირი. როდესაც ხაზები ცენტრს, ანუ აბსოლუტ ჩვენ შემთხვევაში ღმერთს უახლოვდება, ხაზები ერთმანეთსაც უახლოვდება. როდესაც ცენტრს შორდებიან, გადიან წრეწირისგან, ერთმანეთსაც შორდებიან. ეს არის ადამიანები, რამდენად ღმერთს უახლოვდებით, ერთმანეთსაც უახლოვდებით და შორდებით. ეს გავაკეთეთ ესეთი აბსტრაქცია წრეწირის გარშემო, გავდა კოსმოს და კიდევ ამას მე ესეთი იდეა მოყვა, რომ სხვა მინებიც იყო სამკუთხედი, ოთხკუთხედი, რაღაც ბევრი ბრჭყვიალა ლამაზი ქვები ცალკეებში და მინებში ჩაკიდული და გავანათეთ. ეს იყო ვარსკვლავების იმიტაცია, რომლებმაც ვარსკვლავებმა უწყა ახალი აღთქმის მოსვლა და შემდეგ იჩნდებოდა ესე შემოდიოდით ვარსკვლავებით. შემდეგ იჩნდებოდა რომ ოკეი ახალი აღთქმა მოვიდა და რა მოიტანა ახალმა აღთქმამ, ძველი აღთქმის დასრულება, ეს მიჯნა რა იყო, სიყვარული მთავარი მცნება მოიტანა, რასაც დღეს ჩვენგან ადამიანები ელოდებიან და ჩვენგან კი არა ერთმანეთისგან ელოდებით ადამიანებს, ამის დეფიციტია. მე აი ეს იყო ყარამანის იდეა რომ თუმცა ეს წრეწირი უკვე მე თვითონ ამომიტივტივდა რომ მას უნდოდა რომ უბრალოდ ხელოვნება ყოფილიყო კომუნიკაცია და მე მთლად ანუ თემაც იყო არაჩვეულებრივად, ანუ სახარება თვლიან ჩვენ მივაწოდეთ სიყვარული მთავარი რაც არის ერთ პაწაწუნა მინაზე ამ კონცეფციით და ჩემის ხელნაკეთები რომლებიც იქ უნდა გამოფენა გაყიდვა ყოფილიყო საერთოდ აღარც მოხსოვდა არც მაინტერესებდა იმდენად იყო რომ იქ თითოეულ მოსულს ჩავხუტებოდი და ეს აი მიგვეწოდებინა ისე რომ შეგვეხსენებინა რომ სიყვარულია მთავარი ამინდმა. ამით თქვენ კითხეთ მაშინ კი და შემეშიდა და მაინც გადახურულში გავაკეთეთ, იმიტომ რომ იყო ქარი, მაგრამ ჯვრის მონასტერი იყო განათებული და არაჩვეულებრივი ქარი. როგორ ფიქრობთ ეს თქვათ სიყვარული როგორც საკომუნიკაციო იარაღი, ასე ვთქვათ, ეკლესიასა და მრევლს შორის, ადამიანებს შორის, მათ შორის ისეთებს შორის, ვისაც დღეს კიდე ჯერ არ აქვს არჩევანი გაკეთებული. ვთქვათ, შეიძლება რომ იყოს ვთქვათ შემდეგი ფართო ვთქვათ
თქვათ საუბრის ან მსჯელობის დასაწყისი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებას თავად გვიყვარს ხოლმე თქვათ რაღაცა თემების ტაბუირება, რაღაც ის თქვათ რაღაცაზე საუბრისგან თავის შეკავება. როგორ ფიქრობთ, თავად თქვათ მრევლის და საზოგადოების პრობლემა ხომ არ არის ის, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ხშირად საუბრობს, რომ აი თითქოს რაღაცა ხით ჩატეხილობა არსებობს, რაღაცა თქვა ტაძარში არსებულ სასულიერო პირებს მე ბუნებრივია ყველა სარგულის მომთ ღმერთმა დაგვიფაროს და დანარჩენ საზოგადოებას შორის. როგორ ფიქრობთ, რამდენადაც ჩვენ ერთმანეთს დაუახლოვდებით და ამით თქვა ღმერთთან ვიქნებით, ეს თქვა ფილოსოფია რამდენად არსებობს ყველას თქვა გონებაში, იმ ადამიანების თქვა გონებაში, ვინც დღეს სასულიერო თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ცით. აი, როდესაც არის არასწორი დამოკიდებულება ეკლესიის და როლის ადამიანის პიროვნების ინდივიდის ცხოვრებაში, თუ მას ამ ინდივიდს არ აქვს გააზრებული, რატომ მიდის ეკლესიაში? შეიძლება ინერციით მივიდეს, მაგრამ მე მაინც უნდა გააცნობიეროს. ეს ჩვენ ძალიან დიდ პასუხისგებლობას გვაკისრებს და შეიძლება არასწორსაც. ამ დროს შეიძლება არც სასულიერო პირს არ აღმოაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენც აი სულ ახალი განახლებულია ეკლესია და ჩვენც ვერ მოგთხოვთ ასე ვთქვათ იმ განათლებას, იმიტომ რომ სულ ახალი ფერხაღმულია, ხო? თუმცა აი ვთქვათ ეს პრობლემა, რა პრობლემაც არსებობს, ვთქვათ, ხო, საუბარია, ვთქვათ, ძვირადღირებულ ჯიპებზე, რაღაცა დიდ შემოსავალზე. როგორ ფიქრობთ, რაღაცნაირად საზოგადოების ბრალი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს სულ მთელი ამ პროცესის განმავლობაში თუ თვალს უახლო ეს ისტორიას გადავალებთ, რაღაცა კერპების კენ გვაქვს რაღაცა მიდრეკილება. არ მხოლოდ თქვათ, მხოლოდ ამ სფეროში, ნებისმიერ სხვა მიმართულებაში, ავიღოთ პოლიტიკა, ხო, რა გვუყავს. რა პერსონას ვეძებთ ყოველთვის. ინსტიტუციების თითქოს არ ვჯერა, არ გვინდა, ვერ ვიგებთ, აი არ მესმის ეს და რაღაცნაირად მაინც პერსონიფიცირებული ხდება. ის რითიც დავიწყეთ უცოდინობა, გაუნათლებლობა. ადამიანს როდესაც აქვს რაღაცა ფუნდამენტი და განათლება და განსჯის უნარი გააჩნია, ამ შემთხვევაში უკვე იწყებს ძებნას, რომ სად არის თვითონ, სად უნდა იყოს, რა უნდა მოსთხოვოს სხვას, თვითონ რა უნდა აკეთოს. როდესაც არის ეს ინერციით მიექანება საზოგადოება, რასაც იწვევს ხოლმე გაუნათლებლობა ქმნის აი ამ პლატფორმას, მიდის სასულიერო პირს ამ შემთხვევაში ჩვენთან როგორც ხდება და აკისრებს თლიან თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას. მე მაგათად ყოლია ესეთი ცდილობები გქონია ჩემს ახლობლებს და გარკვეული აგრესიითაც უპასუხიათ, თუ ეს არ გამიკეთებია და მე მისი ინდივიდუალიზმი არ ჩამიყლაპავს და მე მიყვარს კოლეგიალური ადამიანები, იცით? მე მინდა რომ თქვენ საერო ადამიანი ხართ, მე ჩვენ ცხოვრების წესი ეს კი არნიშნავს მე რაღაც პრივილეგირებული ვარ და თუ ამბობთ რომ პატივი უნდა ვცეთ, კი მღვდელს, იმიტომ რომ ის ატარებს საღვთო ხელდასხმას და არის მოციქულთა მემკვიდრე, რა თქმა უნდა მე ვიტყვი რომ პატივი უნდა ვცეთ, მეტი მოგზაურობა გქონდეს, იმიტომ რომ ის ემსახურება ძალიან დიდ იქ წირვის დროს დგება და სული წმინდასთან კავშირში ემსახურება საკურთხეველს, მაგრამ მე ვთქვი რომ ჩვენ საერთოდ ყველა მეთმაინც პატივი უნდა ვცეთ, იცით? ჩვენ ვართ ყველა ღვთის ხატი. ანუ ამაზეც აი ეს გამოკრება საზოგადოებაში დეფიციტი დღეს პატივის. რა თქმა უნდა და ჩემთვის ძალიან მიუღებელია, იცით, რომ მე ხა თქვენ მე იმიტომ რომ დედაოგიზით წინ რაღაც გარკვეული მობილიზაცია მოახდინოთ თქვენი კულტურის და მე განსაკუთრებული კეთილშობილებით მომეპყრათ და თქვენს გახვიდეთ თანამშრომლებს და ეს არაფერი არ იქნება ჩემთვისაც, იცით? ჩვენში უნდა იყოს, განაკონკრეტულად ჩემს მიმართ უნდა იყოს და მე ალბათ სასულიერო პირებიც რო იყვნენ მომზადებლები, იცით, აი ამდენი ადამიანი როცა გენდობა გაკიცეს პასუხისმგებლობას, მე გიკეთებს საჩუქრებს, ვერ დაიტიეს, იცით, და იქ ესეთი სარწმუნებაში ალბათ სუსტი, ანუ დნევ თვითონ აი რაღაც გამოუცდელი, შეიძლება თქვა თვალი და ხელი გაგექცეს. აბა რა შეიძლება დავაბრალოთ თქვათ ეს რაღაცა გაურკვეველი სერიები თქვათ, კარგი, ნუ ხა რიგ შემთხვევაში თუ თქვათ მონასტერი და ტაძარი არის მთაზე, რაზე ალაპარაკი, ხო იქ აუცილებელია ორხიდიანი. ეს ჯიპი აძვირადღება შეიძლება იყოს 2000 ლარიანი და უბრალოდ ორხიდიანი. ხო, მაგრამ თუ თქვათ ეს შემოსავალი არსებობს ტაძარში დღეს, მაშინ თქვენ რატომ დადიხართ? თქვათ ფეხით და რატომ დადიხართ? კი, მე არასდროს მანქანა არ მყოლია სხვათა შორის და არ ვიცი, სხვათა შორის მიკვეს კიდე ცხებს ვიყავთ როგორ ახერხებენ, იმიტომ რატომღაც ვერ ვახერხებ შევიძინო. რაღაცა ხო შემოსავალი არსებობს, თქვათ. მე მიცით რამდენი საყვარელი ადამიანია, რომ ესაც რაღაც რო დეფიციტი რო აქვს, ძალიან მინდა ხოლმე რომ ეს დეფიციტი შეუსო, ისევე როგორც მე მივსებენ ჩემი საყვარელი ადამიანი დეფიციტებს, არა? მე ვთვლი რომ ფული ეკუთვნის საერთოდ მას, ვისაც სჭირდება. როდესაც ჩდება, იმიტომ რომ აი
მოწყალება არის კიდევ ჩვენი იდეოლოგიის ერთ-ერთი მამოძრავებელი რა, მოწყალე სული არის რა. ადამიანს შეიძლება არ ქონდეს ქაღალდი, ანუ ეს მატერიალური, ფინანსურად ვერ დაეხმაროს, მაგრამ შეიძლება სულიერი მოწყალება იყოს, ამ დროს მიხვიდი ადამიანი ანუგაშო მოეფერო, მისი ტვირთი გადაინაწილო, თანაგრძნობა. ანუ თუ მოწყალება გინდა, ამას ყველანაირს მოახერხებ. და მეტად სული ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს შეუმსუბუქოთ ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ერთმანეთს არ უნდა დაუმძიმოთ. მე არც კრიტიკით, იცით სულ ამახსენდება ხოლმე, რომ მე ჯერ ისეთ პატარა ვიყავი, მახსოვს ჩემს უწყლას ვეუბნებოდი, რომ ძალიან ბევრს მაქებენ და მე შინია თქო და მოძღვარმა მითხრა, რომ შიში უკვე ნახევრად გარანტიაა, რომ არ დაეცე. თუმცა არასრული გარანტია რა, მე უკვე უნდა იმუშაო, რომ რა გააკეთო იმისთვის, რომ შენ არც დუნდე და იმ მაქებელმა არ აგიყოლიოს და არ გაავლინისქვეშ არ მოხდა, მოექცე. სულ მახსენდება ხოლმე მაცხოვრის შემთხვევა. ან ნებისმიერ მაგალითს შეიძლება გადაგზავნოთ სახარებაში არა მაცხოვრის ამ ქვეყნიურ პერიოდზე, როდესაც ერთი კვირის წინ იყო ბზობა და ოსანა უძახდნენ და უფენდნენ ყვავილებს და რტოებს და ტანსაცმელს და ერთი კვირის შემდეგ ჯვარსაცვი. მე არასდროს არ ვენდობი ხოლმე, იცით, აი ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები, როდესაც თქვა დედა სიდონია, ნუ რა დედა სიდონია მოკვდავი, რომელიც ღვთის წინაშე მე არ ვიცი ჩემი სინდისი ამ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ადამიანები შეიძლება ამ დროს მე მაკერპებდნენ და რაღაც ისეც ხედავდნენ დიდს და ამ დროს მე ღვთის წინაშე ვიყო სრულიად მოუმზადებელი. ეს ისეთია პირობითია, მაინც იცით, კი მართალია ხალხი ყო არ ცდება ამბობენ და რაღაც სითბოს გწნობენ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მე გარანტირებული ვიყო, იმიტომ რომ თერი ცხოვრება მაქვს წინ და როდის იტყვის იგივე ის ადამიანი, ვინც დღეს მე მაქებს და მიცინეს ოჯვარსაცვი, მე არ ვიცი, ამიტომ თხირი ვარ. დრო რამდენად მოქმედებს, თქვათ, რელიგიაზე და მის ყოველდღიურობაზე? რამდენად შესაძლებელია, რომ საკომუნიკაციო საშუალებებით, რომელიც თუნდაც თქვენ ახლა ხელთ გიჭირავთ, თქვათ, არსებობდეს და მუშაობდეს შვილმამაჩუქადავადების დღეს. სასულიერო პირი. ან რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარი აიფადებით, თქვათ, შეიძლება რომ წირვალოცვა ჩატარდეს. არა, წირვალოცვაზე არ მომწონს, ესთეტიურად მე თვითონ არ მომწონს, აღდგომას მახსოვს გალობლების სადაც განაკლი როსეს ემოთვიდექი და რომ გადმოვიხედე წირვალოცვისთვის, ეტყობა ქრისტია ულოცავდნენ და აი ეს დიდი ეკრანები რო ახლა თან სენსორი გადანათებული იყო, ვარსკვლავებით იყო ქვემოთ, ეკლესია მრევლის უმრავლესობას ეჭირა და წირვისთვის გაფაციცებულები კრებდნენ. და ეხლა მე ეს ვერ წარმომიდგენია წირვაში იღებდე მონაწილეობას და იქ იმდენია მოსასმენი და გასააზრებელი და შენ აბსოლუტურად მონაწილე ხდები იმ დროს, როგორ შეიძლება გცალოდეს ამისთვის. ან შეიძლება ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდი, მაინც ტექნიკა იცით გაგეთიშოთ და რაღაც და ვერ გააგრძელო ლოცვა. ერთ-ერთ ხელი ყო აი ჩემს ტელეფონში არის ლოცვანიც და დამოვიწყდა ლოცვანის წაღება და გამახსენდა, უი რა კარგი აქაც ხოა თქო და მაშინ გამოვიყენე რომ წავიკითხეთ, არა სულ ლოცვანი დამაქვს მე იცით, ეხლა შეიძლება ესე გატუტუცდე რა. და მაგარი ამას აი იცით რა კარის არის აი გლობალიზაციასაც შეეხება მე ძალიან თუ შეიძლება მე მგონი იგივე თემა ამაზე აი რელიგიის მზარდიტებით განდევნა და შევიწროება სეკულარიზაციის მთავარი ნიშანთვისება გახდა მაგრამ აი 60-იანი წლების შემდეგ სოციოლოგებმა ამ თეორიის გადაუმოწმებელ ვარაუდებს ეჭვის თვალით შეხედეს მათ ერთმანეთისგან განასხვავეს ორი სეკულარული იდეოლოგია პირველი მათგანი სათავეს იღებს რელიგიის განმანათლებლობის ეპოქის დროინდელი კრიტიკიდან და მეორე არის უკვე საეკლესიო სფეროდან სეკულარულის გამოყოფისა და მისი დიფერენცირების თანამედროვე პროცესებს რომ წარმოადგენს. სეკულარულმა ავტონომიამ და მისმა შიდა დაყოფამ სხვადასხვა დამოუკიდებელ ქვესფეროდ შესაძლოა შეასუსტა რელიგიის გავლენა, მაგრამ ეს ნამდვილად დაიწვევს რელიგიის ეროზიას, მის დაღმავლობასა და საბოლოო განადგურებას. აი ტომას ლაქმენის აზრით სეკულარიზაცია უბრალოდ მიუთითებს რელიგიის სოციეტალური და საჯარო ფუნქციების დაკარგვაზე. თანამედროვე რელიგია პრივატიზებულია, მოთავსებული არსებობის საკუთარ მარგინალურ სფეროში. სოციალური მეცნიერებების წარმოადგენლების წამთ რომ სეკულარიზაცია როგორც თეორია საჭიროა და სასარგებლო კატეგორია. ინახეთ და ზოგს ეშინია, ხო, სეკულარიზაციის. თანამედროვე სამყაროს ინტერპრეტაციისთვის არის არაჩვეულებრივი და ეს სისტემა ახალ კლასიფიკაციის ახალ სისტემას იყენებს, ასე რომ შეხედულება, რომლის მიხედვითაც რელიგიური რწმენების და პრაქტიკების წარხვეცას ნიშნავს სეკულარიზაცია არის მცდარი უარყოფილი მეცნიერების მიერ, როგორც უსაფუძვო მოსაზრება და ისტორიული მითიური გაგება. აი, მე თქვა სხვადასხვა რელიგიებია, მარტო მართლმადიდებლობა არ არის და არის ერები, რომლებიც საერთოდ ქრისტეს არც იცნობს, იქ რა ხდება, ხო, თანამედროვე პირობებში მართლმადიდებლობაში და სეკულარიზაცია მათთან არ არის და არჯერ არ განუცდია.
აი, როგორ არის ქრისტიანული ეკლესიები და სხვა რელიგიური გაერთიანებები სხვადასხვაგვარად უპასუხებენ მოდერნულ სამყაროს გამოწვევას. ზოგი საერთოდ ჩაიკარგა, ზოგი მოერგო ამას. აი, მართლმადიდებლების შემთხვევაში როგორ არის იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ან უარყოფენ საკუთარ რელიგიურ იდენტობას და არ ბრმავდებიან ახალი სოციალური რეალობით, მაგრამ ამასთანავე სიამოვნებით ღებულობენ რელიგიის საჯარო როლის სახეცვლილების სირთულეს. ეს უკანასკნელი არჩევანი უწყვეტ კავშირშია მართლმადიდებლურ ეთოსთან. ჩემი აზრით იგი გამოირჩევა ინტელექტუალური პატიოსნებითა და მორალური სიჯანსაღით. რასაკვირველია ამგვარი მიდგომა ითხოვს ერთ მხრივ თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი სირთულეების საკავოდ ღრმა ცოდნას და მეორე მხრივ ქრისტიანული ტრადიციისადმი ერთგულებას. აგრეთვე თანამედროვე სამყაროსთან დიალოგში ჩართვის სურვილსაც. აი, აქ ჩდება უკვე ეს, რაც იყო დაუშვათ ჩვენი გამოფენა, კომუნიკაცია, რომ მაგალითად შეიძლება ქრისტიანი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესებში და მუდმივად თავაზობდნენ თანამედროვე სამყაროს სახარების იმ ჭეშმარიტებას, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს ეხება. და ესე გადმოსო, არ არის ეს დიალოგი ისეთი რამეა ცივილურ სამყაროში, თუ არის ცოდნა და განათლება, არა სრულიად შესაძლებელია დიალოგი. ისე რომ ერთმანეთი არ ჩაყლაპონ და უწმინდესი ამბობს კიდეც და იქაც აი გლობალიზაციას რომ გავდიოდი, რომ ისერები არ ჩაიყლაპება გლობალიზაციის პირობებში, რომელსაც ექნება ძლიერი თვითყოფადობა. ეს არის იგივე თქვენი რადიო, რასაც ემსახურება ფოლკლორი ჩვენი, სადაც არის ფესვები, ან ფოლკლორი რა არის დღეს ნეტა როგორ აღიქვამენ, რა რომ ეს არის ის ტრადიციები, რომლებიც დასაბამიდან ქართველებთან ერთად მოდიოდა და იმ ტკივილს, იმ სიხარულს, იმ რეალობას ამაში განხორციელდა და შეერწყა და დღემდე მოგვიტანა. ფანტასტიკურად გადმოსცემს ბუნებრივია მათყოფა ცხოვრება. ჩვენ ახლა შეგვიძლია ანსამბლ ლატალის შესრულებით ზარი მოვისმინოთ. ესე თქვენი არჩევანია.
მე ვუსმენ ხალხურს. მე ვუსმენ ხალხურს. ესეთი ხაზგასმა მოხდა იმაზე რომ ჩვენ ხალხურს ვუსმენთ და დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ დედა სიდონია. დედა სიდონია რაღაცნაირად მინდა შევეხოთ მოძღვრის და მრევლის ურთიერთობას. რამდენად პერსონიფიცირებულია ეს, რამდენად შესაძლებელია რომ ეკლესია ვთქვათ ჩემი მოცემულობით, ვთქვათ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობით ან ჭღალებში ვთქვათ ინსტიტუციებით, რაც ვთქვათ რიგით ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოერგოს ვთქვათ ჩემს მოცემულობას, ჩემს შესაძლებლობებს დამეხმაროს ზუსტად მე მომიძებნოს ვთქვათ ადგილი, რომელიც კიდევ უფრო დამაახლოვებს უფალთან, თუ მაინც საერთო ჭრილში განიხილება ეს საკითხი, რამდენად უნდა მუშაობდეს ვთქვათ მოძღვარი მრევლთან ინდივიდუალურად. როგორც ყველა საკითხზე აქაც ეკლესიაში არის სხვადასხვა მდგომარეობა, იმიტომ რომ არიან მოძღვრები, რომლებიც არიან ძალიან განათლებული, გაცნობიერებული და აბსოლუტურად აცნობიერებენ მათ რა როლი აქვს საზოგადოებაში, შესაბამისად რატოა ამა თუ იმ პერსონის მოძღვარი და რა ფუნქცია აკისრია, რა უნდა გააკეთოს, რომ აცნობიერებდეს, რომ ის არის გამტარი ღმერთსა და ადამიანს შორის და როგორ უნდა მიუდგეს ამ პერსონას, რომ რა როლი აკისრია. როდესაც არის ესეთი ყურადღებიანი მოძღვარი და ფრთხილი მრევლთან მიმართებაში, ამ დროს რა თქმა უნდა და ეს პროცესი ხდება სწორად მიდის. ასეთ შემთხვევაში არ არიან ტრაფარეტული და ითვალისწინებენ ადამიანის კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სულიერ ძალებს. ამიტომ როდესაც ლაპარაკია ხოლმე რომ მარხვები დიდია, შემცირდეს, მე არ ვთვლი რომ ეს პრობლემა არსებობს. ეს პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რომ იყოს მარხვა დიდი და იმოღვაწეოს და მას აქვს მოთხოვნა სულიერის თვითგვემა არ არის. აქვს მოთხოვნა რომ მისი სულიერის დისთვის ეს მარხვის ეს პერიოდი არის საჭირო და განახლება მისი სულიერი ძალების ამ პერიოდში ხდება და ვისაც უჭირს მას რძის ნაწარმზე რთავენ უფლებას, შაბათ-კვირას ხორცსაც კი რთავენებას, გააჩნია სად მუშაობ, როგორი ძალები გეხარჯება, ანუ ბალანსი არ უნდა დაირღვეს. აი თავისთავად მარხვა რა არის, რომ ადამიანი ინარჩუნებდეს ბალანსს, არის დონე, ადამიანი ან აცილებულია, ან ჩამოცილებულია, ჯანმრთელობაც ასე, აი ავადმყოფობაც, დარღვეულია ბალანსი, ხო? აი რაღაცას არ უნდა გავართულოთ და თუ ადამიანი ისედაც სუსტად არის და ეხა სისხლის ნაკლებობა აქვს და ან კუჭის ტკივა, რა თქმა უნდა, ობიექტური უნდა ვიყოთ, რეალობიდან გამომდინარე და ის საკვები უნდა მიიღოს. ეს ამ შემთხვევაში მისთვის არის როგორც წამალი, მისი სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, თუ ადამიანს კუჭის ტკივა ან სისხლის ნაკლებობისგან თავბრუ ესხმის, ლოცვასაც ისე ვერ წაიკითხავს და ვერ მოისმენს. ადამიანს ბალანსის თემა შეეხეთ, ეს როგორც ჩანს ზოგადად საკაცობრიო სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თუ ბალანსი იცავ, თუ ზუსტად იცი სად უნდა დასვა წერტილი და ზღვარიც საკმაოდ კარგად გაგებული, ჩათვალეთ რომ ცხოვრებისეული პრობლემები არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რეალურად ეს ბალანსის დამცველი ვთქვათ ინსტიტუცია, თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ეს უნდა იყოს ვთქვათ დედა ეკლესია, პირველ რიგში რა უნდა ასწავლოს საზოგადოებას ეკლესიამ, რა უნდა მისცეს? ეკლესიამ უნდა ასწავლოს ზომიერება, თავის პატივისცემა, გვერდით დგომის სიყვარული და პატივისცემა, თავის პატივისცემა ზუსტადაც ეგ არის, რომ ადამიანი თავის თავთან ზღვა წლში იყოს ზომიერი, არ იყოს მოდუნებული, არ იყოს ზედმეტად შესაბამისად პატივისცემით. რა თქმა უნდა, ფანატიში, ანუ აი თვითონ ბერმონასუნებიც რა არის იცით, რომ ზოგი ესე ამბობს ხოლმე, რომ ეგოიზმია, რომ შენ არანაირად ადამიანი როდესაც თავის თავთან განმარტოვდება და სწავლობს თავის თავს, შესაბამისად ადამიანის მოდელს სწავლობს, შენი თავი თუ იცი, მე სხვა ადამიანიც იცი და შენი ნაკლოვანებები და მანკიერებები თუ დაინახე, რა თქმა უნდა, შენ თავს პატიობ და სხვის მიმართაც მიმტოვებელი ხდები, იმიტომ რომ იცი რომ ერთნი ვართ და შენ თავს რო იცი რატო დაგემართა ის რაღაც შეცდომა, რისგანაც დასხეული არასდროს არავინ არ ვართ და აღსარებაც სწორედ ამისთვის არსებობს, სხვის მიმართაც კეთილგანწყობილი და მიმტოვებელი და გამგები ხარ რა, ეხლა თუ მე იგივე მეშლება, შენ როგორ უნდა მოგთხოვო ის თუ ნორმალური ვარ, რა თქმა უნდა. იცით რა მაინტერესებს? სულ მინდოდა ეს მეკითხა და არ ვკარგავ თქვათ ჩემს პროფესიულ შანსს და თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას. იგივე ვთქვათ ნათლობის ან ჯვრის წერის შემთხვევაში ვალდებულია მოქალაქე ვთქვათ თანხა გადაიხადოს და
თქვათ ამ თანხებზე რამდენად არის დამოკიდებული თქვათ შედეგი პროცესის ანუ შესაძლოა რომ თანხა არ კონდეს და შენ არ მოგნათლონ ან ჯვარი არ დაგწერო არა მე მგონი პასუხიც იცი უბრალოდ ეხა გვინდა უბრალოდ რომ ჩვენს მენას მოვასმენინოთ პასუხი არა იმიტომ რომ აქაც გაყოფილია აბსოლუტურად გაყოფილი კი არა მე მგონი უმრავლესობა ასე აკეთებს რომ მონასტრებში ხრებია გარკვეულ თქვათ დაძრებში ხო კი საცდურია და ცდურნება ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან იქ როგორადაც ჩვეულებრივად გარეთ და იგივე ადამიანია იქაც შესაბამისად საცდურის დამანკიერებაც იქაც არის რაც ადამიანია ყველგან არის პრობლემა და არის მონასტრები და თბილისშიც მაქვს ნანახი ეკლესიები, სადაც არის წარწერა, რომ თუ გაქვს გაიღე, თუ არ გაქვს აიღე. ხო და სიამოვნებს ხოლმე, იმიტომ რომ კი, არა ჩვეულებრივი ხა მამა ალექსანდრე გალდავა რომ არის აი აქ თქვენთან ახლოს აქ უზნაძეზე მას აქვს გაკეთებული უპოვართათვის სატრაპეზო წლების წინ გააკეთა მხოლოდ პური ცხებოდა და ეხა დაახლოებით 120 ადამიანს მისი ბრეული, ვისაც რამდენი შეუძლია, რა თქმა უნდა, არანაირი ვალდებულება არ არის, მათი კეთილინებით რომ ჩაერთონ ამაში, ისინი ერთვებიან, აქ არანაირი წესი არ არის, რომ თუ ამ ეკლესიის ბრეული ხარეს უნდა გააკეთოს, სრული თავისუფლებაა, თავისუფლებაშია, მე ვთვლი რა საერთოდ ღვთისხატი და ეს საინტერესო საკითხია სხვათა შორის და იქ ყოველდღე მიდიან და აი 120 ადამიანია ერთი ეკლესია აპურებს ამდენ ადამიანს და რა თქმა უნდა წარმოგიდგენიათ რომ ამ სუხდემსახურებისგან ვინმესგან ფული აიღო 27 წლის იყო რაც ამღდელად აკურთხეს და მაშინ რა თქვა რომ მე არასდროს არ ავიღებ და არის შესაწირი ყუთი და არც უყურებს და არც აინტერესებს იქ თუ გინდა შეწირე ეგ შენი კეთილინებაა და შენი სულისთვისვე კაი თუ არა და ამისთვის არავინ არ დაგიჭერს იმიტომ რომ ძალიან ისეთი უხერხულობაში ვარდები რომ ეხა მე რომ რაღაც გაკეთება მინდოდეს ეხა ნათლობა რომ მე ჩემი დედა ეკლესიისგან მეკუთვნის და მივდივარ და დედა ამაში მე მთხოვს ანგარების მომენტი ჩდება მე ამ დროს აღარ გძნობ დედის წიაღში თავს ხო ასეა და ამ დროს ითქმუნება ადამიანი და ემიჯნება მაგრამ ამ დროს თვითონ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ ძით რომ ისინი მუშაკი ღირს არის სასყიდლისა და ადამიანი როდესაც დღეში ალბათ 10 ჯერ პანაშვიდის გადახდა უწევს და ერთი და იგივე ფეხსეთკას და ლოცვას რა თქმა იმასაც ჩვენ მხარდაჭერა სჭირდება და ის რაღაც ჩვენი კეთილინებით თუ გვაქვს უნდა გავიღოთ თუ არა გვაქვს სრულიად 7 სინდისით უნდა მივიღოთ რასაც ეკლესია გვაძლევს და გამოვბრუნდეთ ეს აღების თემა როგორ ესმით, როგორ ფიქრობ? აი მე მაგალითად ერთი კვირა პური არ მიჭამია და ეს წარწერა წავიკითხე მე იქ ავიღებ და წავალ და პურს ვიყიდი და შევჭამ. ხო, მაგრამ ისეთ შემთხვევებიც ხო არის, როდესაც სხვანაირად ახერხებენ ამას. მაგალითად ხშირად არის ხოლმე საზოგადოება იმ ფაქტის, თქვათ, მომსწრე რომ, თქვათ, გააქვთ ეკლესიის, თქვათ, რაღაცა. მოგროვილი თანხა ხდება, თქვათ, გაძარცვა კი, აი ზუსტად წეღანის რაღაც რო ცლად წავიკითხე და ეკლესიის როლი როგორ არის მართლმადიდებლობა დღევანდელ პირობებში არის ინტელექტი და მორალი. აი მორალი სად არის ზღვარი დაუშვათ ხო, სადამდე გაქვს რომ იყო ამორალური და შენინება არ გინდა იყო მორალური და ხარ ამორალური. როდესაც ადამიანი უკვე საზოგადოებას და სხვებს ეხება მისი ამორალურობა და დარღვევა, მას კონსტიტუცია აკონტროლებს უკვე და იქ რა თქმა უნდა იყოს დასჯის გარკვეული. შეიძლება სასულიერო პირსაც კი ეხებოდეს. საბერძნეთში მაგალითად ნასვამ სასულიერო პირს ჩვეულებრივად რო გაჩერებენ, უნდა ჩაისუნთქო ნასვამი ხომ არ მართავ. ხო, ალბათ აქ ჩვენთან არც გაგიჩერებენ. როგორც ესე მგონია. ეგეც გააჩნია, არა, აი მოდი აი დიფერენციაცია ხდება, არის სასულიერო პირის. ისეთი, აი ნახე, ესეც ჩვენი ერის პრობლემაა. რატოღაც სულ ნეგატიურისკენ ვართ მიდრეკილი, რომ მივიღოთ ინფორმაცია, გავაშუქოთ, გავავრცელოთ და ამაზე ვისაუბროთ და რაც პოზიტიური ხდება, ან არ ვამჩნევთ, ან აღარ ვიმეორებთ, ან არ ვაშუქებთ. პოზიტიური ის ხდება, რომ თქვათ პროცესი, რომელიც ახლა არის, მეტნაკლებად გამჭვირვალეა და ამას საზოგადოება ხედავს. ეტაპია ერთ-ერთი რომელიც გაფილტრისკენ წავა და მეც მომწონს მინდა გითხრა. ჯანსაღი პროცესია, მე ასე ვფიქრობ და თუნდაც ის რომ დღეს ჩვენ ეთერში ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, კარგი მაგალითია ამის ეს ვფიქრობ. და ეკლესიის გამარჯვება, ეს არის ზუსტად ის რომ ის არის თანამედროვე ინსტიტუცია, მას არ აქვს დამალული არაფერი და დაფარული და თავის თქვათ შვილებს ყველაფერს ანახებს ისე როგორც ეს საჭიროა. აი მე მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში, ერთ-ერთ სტუდიაში ვთქვი რომ არაფერი დასამალი იმდენად გაცნობიერებული მაქვს მე რას ვიმსახურები და რას და
თუ რამე ჯერ არ მაქვს შეიძლება ცოდნას სათანადო, მაგრამ გაცნობიერებული ყოველ შემთხვევაში მაქვს, რომ მე არც ერთ საკითხზე არ უნდა მეშინოდეს საუბრის, იმდენად ძლიერია ჩვენი იდეოლოგია და შენ არაფერი დასამალი გასაქცევი არ აქვს. თუ ეს გვაქვს, ესე იგი ძალიან ცუდი მდგომარეობა გაქვს შენ პირადად, რომ ვერ შეგისწავლია შენი. შეიძლება კიდევ ისწავლოთ, ეხლა კი სწავლა სიკვდილის ბოლომდე, მაგრამ შესაძლოა რომ ადამიანმა ვთქვათ ასაკის მიუხედავად ისწავლოს. ჩემ ერთ-ერთ მახლობელმა მაგალითად ილია ჭავჭავაძეზე წმინდა ილია მართალზე წერდა შრომას და 84 წლის ასაკში ისწავლა ვახტანგ ჯორდანიას მამამ მაგალითად იტალიური, იმიტომ რომ იმ წყაროებში იყო უფრო კარგი 80 და თუ 80 წლის იყო ისწავლა იტალიური. ანუ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მე კიდევ ხა ინგლისურს სწავლობ და სასულიერო პირის და ვთქვათ ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავის მეგობრობა გამოვიდეს. წმინდა სერაფიმ საროველი, რომელიც სიყვარულის მამად ითვლება, თავისი ყველაზე დიდი საიდუმლო ნათელი, რომელიც არის არაქმნილი ნათელი, ეს გაუმხილა იურისტს მოტოვილოვს, სხვათა შორის ის არ იყო ბერი. დავით აღმაშენებელზე ეგონათ, რომ მას ისეთი KGB თუ რა ქვია ამას არ ვიცი ყავდა დაზვერვა, რომ ანუ აზრებს კითხულობდა, წმინდა მეფე იყო და ისეთი კეთილმსახურებით ცხოვრობდა, რომ აზრებს კითხულობდა ადამიანების და ეგონათ, რომ ყველგან იყო სასმენი აპარატები, რაც იყო ვაშის ყველგან იყო ადამიანი და ოჯახებს უსმენდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც 5-10 წელიწადში ხა მე მოკლე კითხვა-პასუხი მჭირდება, რაღაც 5 წუთი გრჩება, სამონასტრო ცხოვრება უახლოეს მომავალში, თუნდაც 5-10 წელიწადში, როგორ წარმოგიდგენიათ? სამონასტრო ცხოვრება, როგორი შეიძლება იყოს, დიახ, თქვენეული ხედვა. ერთ-ერთი мама ჩვენი ეკლესიის ესეთი мама არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე ამბობს, რომ ჯერ ეკლესიის კედლები შენდებოდა, რასაც არის ბევრი დაბნეულობა და ამოვარდნა მოყვა და მე შინაგანი სულიერი კედლები აშენდება და მე მჯერა ამის. იცი გაიფილტრება რა, ეს უკვე ძალიან გამჭვირვალე გახდება ეს რა. გინდა მოღვაწეობა, გინდა ქრისტეს მსახურება თუ რა გინდა? ეს უკვე აღარ შეიძლება მის დამალვა უკვე დღეს რა გინდა? ეს წეხან მოჩილებაზე რომ თქვი თუ შეიძლება ამას ვიტყვით რომ მოძღვრის როლი აი დავიწყეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არანაირად არნიშნავს რომ აი ძალიან ხშირად მესმის ხოლმე რომ დაზომბირებულია და აი რა იწევს ამას ისევ და ისევ ალბათ ის უცოდინრობა თვითონ შეიძლება ზოგიერთმა სასულიერო პირმა ხდება ვერ გააცნობიერეს მრევლთან მას რა ფუნქცია და რა როლი და რა ვალდებულება აქვს აქ არაფრით არ შეიძლება რომ მოხდეს მისი ფუნქციის არევა აი წინ мама მეუფე ანტონი სურაჟელი ამბობს რომ მორჩილება რა არის ადამიანის ნება, სახარებისეული სწავლება და მოძღვრის აზრი. აი ეს სამია სინთეზია მორჩილება. ანუ ადამიანის ჩაყლაპვა და აქ ინდივიდუალიზმის რაღაც დაკნინება არაფრით არ ხდება პირიქით მოძღვრის სწავლების ფონზე ეკლესიაში ეს მორჩილებაში ადამიანი მანკიერებებისგან თავისუფლდება და ჭეშმარიტ თავისუფლებას იძენს მორჩილებით. კი არა ემონება და მოძღვარი არის მხოლოდ გამტარი და ყურადღებით უნდა აუსმინოს სულიწმინდის მოქმედებას კონკრეტულ ინდივიდში, რა სულიწმინდას და ის მიმართულების მიღებაში უნდა დაეხმაროს ამ ადამიანს, ინდივიდს, მასზე დაქვემდებარებულ მინდობილ ინდივიდს. რაღაცნაირად სულ მახსოვს ხოლმე, რომ ბავშვობაში წავიკითხე, რომ ადამიანებს, რომლებიც არიან სასულიერო პირები, რაღაცნაირად განსაკუთრებული თვალები აქვთ და როდესაც ხამ ხელა კაცის კროვნებულ თვალებს ხედავ, მე ეს ძალიან მახარებს და ბოლო კითხვა მინდა რომ თქვათ დავსვა თქვენ სამკაულებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ვხედავ ყველა თქვათ ქმნილებაში თქვენეულს რაღაც. რამდენად შესაძლებელია რომ თქვათ საზოგადოების თქვათ სტერეოტიპი ერთგვარი რომ არ შეიძლება რომ თქვათ რელიგიურ მოღვაწეს თუნდაც რაღაც სამკაული გქონდეს ან თქვათ სამშვენისი ან თქვათ კიდე სხვა თანამედროვე საშუალებები იმისა რომ ის გამოიყურებოდეს თქვათ სასურველად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ აუცილებელია კონტაქტი მასთან. ეს რამდენად იკრძალება ნებადართულია და თქვენ სამკაულებს მინდა რომ აი ზუსტად ეს უცოდინრობა ჩენს ხოლმე უფსკურს ეკლესიასა და იმ დავუშვათ პროგრესულ ასე ვთქვათ ადამიანებს შორის რომლებსაც არა პროგრესულ შეიძლება არასწორად ვთქვი, მაგრამ რომელიც ხვდებიან რომ სამკაული უნდა და უნდა ატაროს. არ შეიძლება აი ამ აკრძალვით რომელიც ვინდან ერკა და საიდან გაჩნდა ეს აზრი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია საიდან შემოვიდა ეს აზრი, მე არ ვიცი ვის რისიდან ერკვა უნდა ეკლესიაში. მე ერთხელ კიდეც რომ ანუ ადამიანებმა შემოიყოლეს თავიანთი მენტალობა ეკლესიაში და არა
არაფრით არ უნდათ რომ ეკლესიის სწავლება ჩაანაცვლონ თავიანთ ფასეულობებს და ღირებულებებს იცით შემოიყოლეს და გვაძოლებენ რომ ეს ესია და კიდე აქეთ გასწავლია რომ ეს ეკლესიის აზრია როცა რა შენიცი რო არა მაშინ წმინდა მეფე თამარი არ უნდა ყოფილიყო არა არც აქსესუარი ეტარებინა სამაიას როდესაც ეს ქვები არ უნდა ყოფილიყო ქეთევან დედოფალი რომლებიც არიან წმინდანები და აწამეს და ის აბსოლუტურად შეუსაბამოა რა ეს არაფერი ახალი არ არის რომ დაუშვათ მე ვაკეთებდე მოკრძალებულ სამკაულს და თავაზობდე რომ ჯვართან ერთად ეს ლამაზი სიფერადი დახედოს და კარგი განწყობა შეუქმნას და გახალისდეს ჩემი მიზანი არის ეს იცით როდიდან დაიწყეთ ამის კეთება მე ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე ძირითადად საბერძნეთში არის აი როგორც ჩვენთან ფსალმუნს ატარებენ იქ არის ჯვრიანი ფერადი სამკაულები და იქ რაღაც ლამაზი ქვები ჩამივარ და საჩუქრად ვაკეთებდი ხოლმე და მე უკვე ცოტა ეკლესიაში როდესაც 17 მაისის მერე იყო გარკვეული უკვე ეკლესიასთან რომ დაძაბულობა ფაქტურად ერთგვარი აქცია იყო რომ ჩემი შრომით ვირჩინო თავი და მე შრომა და აი აქედან წამოვიდა თქვენ ხა ისე თემა შეეხეთ ამ 7 საათს როცა გადაცემა სრულდება მაგრამ რას ვიცი მე დაგემშვიდობებით ოღონდ იმის იმედით რომ ეს დამშვიდობა მხოლოდ დროებითია აგრესია არის უცოდინრობით აი ალბათ ეს გინდოდა რო გვეთქვა კი არის და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება თუნდაც ჩვენ შემდეგ შეხვედრამდე რომელიც ავარაუდოთ ახალ სეზონზე იქნება კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და ამაში ეკლესიაც მიიღებს თავის წვრილს მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მომსმენელმა ამ 1 საათის განმავლობაში ბევრი მკითხვაზე მიიღო პასუხი რომელიც მას ძალიან აინტერესებდა მისი დასმა ერიდებოდა ან ეს ირწყვებოდა და დარწმუნებული ვარ რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაინტერესებით ამ ადამიანს აქვს Facebook-ი თუ კითხვები გაგიჩნდებათ ვინმე დამიბრკოლებიან ვინმესთვის მეც ადამიანი ვარ ყველა საჯაროდ შენდობას გთხოვთ მეც იგივე ადამიანი ვარ და თქვენი მოყვას ძალიან დიდი მადლობა დედა სიდონია თქვენ დაასრულეთ ჩემი ავტორობით გადაცემა და ციკლი მე უსმენ ხალხურს მე თქვენ სწორედ ახალ სეზონამდე დაგემშვიდობებით ეთერში კი ვტოვებთ ალბათ მარადიულ თქვათ სათქმელს იმისა რაც ვფიქრობ რომ ქართულმა ხალხურმა შემოქმედებამ ძალიან კარგად დატოვა და აქ სიტყვები მართლაც ზედმეტია შენ ხარ ვენახი შევნება და შესრულებით ღმერთება არებოდეთ დიდი მადლობა ნახვამდის
მე ვუსმენ ხალხურს.